გამარჯობა, მოგესალმებით, ჩვენო მაყურებლებო, ძმების პოდკასტი ვიმყოფებით PAB 44-ში, ბავარია ჩვენი სპონსორი და მადლობა ამ ადამიანებს, როგორც PAB 44, ისე ბავარიას თანადგომისთვის, ესე რომ ვთქვათ, პატარა სიახლეს ვიტყვი რა არის და როგორ არის. გამომდინარე იქიდან რომ რაღაცა მონტაჟია და ეპიზოდები როცა იდება სამშაბათ დღეს უკვე ცოტა მოძველებულია, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ სტუმართან ერთად დავიწყოთ და სტუმართან ჩავაინტეგრიროთ ეს ნიუსების ბლოკი და ისე განვიხილოთ რომ უფრო ცოცხალი გამოვიდეს ეს ამბავი. Facebook-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე გამოგვიწერეთ, გამოგხვევით, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიკომენტარეთ და მოკლედ ვიმეგობროთ. ანდრო ხელაძეა ჩვენი სტუმარი, მიხვდებოდით ალბათ რომ ფეხბურთზე ვილაპარაკებთ ბევრს, იმიტომ სალაპარაკო გვაქვს გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე. ანდრო, როგორ ხარ? პირველ სანამ დავიწყეთ ლაპარაკს, მოგესალმები. როგორ ხარ? როგორ მიდის სეზონისთვის? ჯერ მაინც ახალი დაწყებულია და გახურების პროცესია სეზონის. როგორ მიდის? ცოტა სუდროს მომიწია სტუმრობა, იმიტომ რომ ჩემი ხმა არის ძალიან დაზიანებული, როგორც ყველა მშოვანი თამაშის მერე დინამო არენას. თან აღმოჩნდი თურქების სექტორში. და იქ უფრო ღიზიანდები და უფრო გინდა რომ გადავხარო ხარ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გულშემატკივრები ჩამოყვნენ. ბაბუაჩენის ხალხი იყო და ფეხზე იდგნენ მთელი მეორე ტაიმი და მღეროდნენ, ანუ ეგეთი რაღაცა. მე საქართველოს ჯერ არ მინახავს. ჩვენ მაგალითად კომაგების სექტორში ვისხედით და კი, იყო ის მუხტი, რა თქმა უნდა, თუმცა მაინც რაღაც პერიოდულად გაჩუმდებოდა, მე დაიწყებოდა, მაგრამ თურქები 90 წუთი არ ჩერდებოდა. თან ეს ხალხი, ვინც ჩემთან ერთად ისხნენ, თურმე აღმოჩნდნენ ფეხბურთელების ნაცავები, რა მე ფოტოშოპში და არდა გიულერის ოჯახი იყო ჩამოსული, ჩემ წინიშნე დედა, მამა, არის და ბაბუაც. შვენია, ხო, ან ეგ თურქული გულშემატკივრობა ცალკე ფენომენია. ჯერ კიდე დორტმუნდში ვნახეთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. იმიტომ რომ პირველად რო გადიხარ ევროპის ჩემპიონატზე, რო გინდა რომ შენი ჰიმნი მოისმინო გერმანიაში, დორტმუნდში, ესეთ ისტორიულ სტადიონზე და არ გესმის ჰიმნი, იმიტომ რომ გიშტვენენ. ძალიან ბრაზდები და მაგიტომაც 10 მაგი мотиваცია მქონდა რომ თურქეთთან მოგებრივია. სხვათა შორის გუშინ იყო ეგ ჩვენ როგორც აღნიშნა ქართულ გულშემატკივრებში ვისხედით კომაგებში ეს კონკრეტულად რო თქვა და ჰიმნის დროს სხვათა შორის თქვეს რომ მიუხედავად იმისა რომ ცუდად მოგვექცენა ევროპის ჩემპიონატზე და გაგვაღიზიანეს თხოვთ არ დაუსტვიროთ ჰიმნსო და ძალიან მომეწონა სხვათა შორის. ნუ თავიდან იყო მცდელობა სტუენის, მაგრამ მე ამათგან არ ყოფილა სტადიონიდან იყო ზოგადად ხო, მაგრამ კომაგებისგან არ ყოფილა და კიდევ ერთი ძალიან დადებითი რაღაც აი ვიზრდებით რა. აი ალბანეთთან თავი შევიკავე, მეც არ მისტვენია პირიქით ის ძალიან მომეწონა ის რაც გააკეთა ხალხმა რომ ტაში დაუკრეს და მე ფეხბურთელების მივხვდნენ მაგას და თვითონაც ტაში დაგვიბრუნეს, მაგრამ იქ რო მიქთონ გამოვცადე დორტმუნდში მაინც მე ვერ გავიზარდე და აი მადლობა ვინც გაიზარდა. არა, შენგან კი არ მიმიღია ცუდად. მეც გეთახმები მაგაში. რა სწორი საქციელი იქნებოდა რომ არ დაგვესტვინე. მე დავუსტვინე, არ შემიხვალ ჩემთან. ხდება ეგეთ რაღაცები, ემოციური სპორტია. ფეხბურთია რა. არ ვიცი რა. მე პირადად უფრო ისეთი თამაშის ის ვქონდა შეგრძნები სურვილი ერთი და მოლოდინიც შესაბამისად უფრო მოტივირებული მეგონა რომ გამოვიდოდა. მოდი ვაღიაროთ პირველ ტაიმში ნაკრები გამოვიდა შედარებით უფრო რაღაცა ნაკლები мотиваცია. ისინი უფრო მოტივირებული ჩანდნენ, ან მე არავის არ უკარგავ. მას გასაგებია დარწმუნებული ვარ რომ თითოეულ ფეხბურთელს ჩვენ ბუნებრივია. ჩადო ყველაფერი, მაგრამ ეგრე ჩანდა. გულშემატკივრების მე არ მგონია რომ мотиваცია ვინმე საკვდეს ნაკრებში. мотиваცია არა, უფრო რაღაცა განწყობის ამბავი იყო რა. ხო. ეგრე პირველი შეტევას მოყვა გაშვებული გოლი და ვერ ჩავერთეთ თამაში, ანუ ვერ შევედით თამაში, უკვე ვაგებდით რა. ჰანდიკაპით დავაწყებინეთ ფაქტობრივად და მე ძალიან იცი რა, გუში ძალიან ხშირი საუბარი იყო ბოდიში. ხო არ ეთყობა მამარდას უკვე ნელ-ნელა უთამაშებობა. აი შენ რა სიტყვი მაგაზე ძალიან მაინტერესებს. სამი ისეთი ბურთი გაუშვა, რაშიც მე ვერ დავადანაშაული ერთ ერთ. აი რომელი შეიძლება იყოს მამარდას. მესამეს ვერ აიღებდა. სამი ვიყო პირველსაც ვერ აიღებდა და მეორესაც ალბათ ვერ აიღებდა, ხო? ისე არ ხო აი ნახოთ ბულგარეთთან ნახოთ მამარდა. ძალიან მაინტერესებს როგორ ფორმაშია მართლა. რა თქმა უნდა ალბათ ყველა მეკარეს ეთყობა უთამაშებობა. ამით უმეტეს რომ მამარდასნაირი დატვირთვით არის იმჩეული იქამდე თამაშსაც ვალენსიაში თავარი ფაქტორი იყო. ვალენსია მოიგიდა თუ წაგებდა მამარდაზე იყო მამარდაზე იყო. და ვალენსია რომ ერთ სეზონში დარჩა, საერთოდ მამარდას გამსახურება იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშრალად შენახული კარი. 4 თუ 5 ჯერ გახდა საუკეთესო მოთამაშე. ხო და აი ეგ არის ყველაზე უცნაური და გულდასაწყვეტება თურქებს ისეთი ფეხბურთი არ უჩვენებიათ, რომ ჩვენ
3-0 ჩამორჩენაში ყოფილიყო. ხო, მაგრამ ნახე მე რას გეტყვი, აი მე ჩემას ვიტყვი რა, არც ჩვენ არ გვიჩვენებია ის ფეხბურთი მით უმეტეს პირველ ტაიმში, რომ აქ თამაშის მოგებას ვიმსახურებ. მესამე პირადად გურამ კაშიაშე შეცდომა იყო. პირველ გოლზე შეიძლება კაშიას დადანაშაულება, იმიტომ რომ ვისი ყვანდა თავიდან ვერ მიხვდი და თან ორი კაცია. ლოჩოშვილი და კაშია ერთად. ერთმანეთს შეუშალეს ხელი, ჩელსისთან თამაში გამახსენდა პარის სენ-ჟერმენის. ერთმანეთს იყვნენ ჩელსის ფეხბურთელები და გაიტანა პარიზმა. მე რა კომენტარებიც წავიკითხე კაშიაზე, ძალიან არ მესია. არა, ხო, ეგ მე თქვა ეხა დამასწრება. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი ფეხბურთელია, იმ თაობაში მე უნდა მოგწონებოდა, ხო, ცოტა იყო. ეხა ძალიან დიდი კონკურენცია მაქვს. მე მიყვარდა კაშია და ოქრიაშვილი. განსაკუთრებით ეს ორი ფეხბურთელი ვაფშე სხვადასხვანაირი ტიპები. აბსოლუტურად. კაშია პროფესიონალიზმის მაგალითი, ოქრი უფრო ტალანტის, მიწვის და განიავებული ტალანტად უფრო შეგვიძლია აღვიქვათ. გულწრფელად ვერ ხვდები თამაში, რომელსაც მომენტი არ გაქვს ცენტრიდან, ერთი მომენტი იყო, როცა მეკობიშულმა ლის დარტყმის შემდეგ ზურიკოს გოლი, ერთი ეგ იყო, რომ ცენტრში გაძურა ბურთი და იქიდან მომენტი შევქმენით. ხო, სხვა დანარჩენი იყო ან კვარა სიღმიდან მოდიოდა და ურტყავდა, ან ჯერ კაკაბაძე, მე გოჩოლიშვილი ან იქ და აზაროვილოჩი აწვდიდნენ და როცა აგებ თამაშს, მიქაუტაძეს თამაში არ მისდის, ეგეთი ფიზიკურ ორთაბრძოლებში საჯარიმოში როგორ შეიძლება ბუდუ დატოვოს გამზე. ხო, და მე გულწრფელად მაგას ვერ ხვდები, გაიგე? კი, თამაშთან ეგეთი იყო. ბოლო მით უმეტეს განსაკუთრებით რაც კაცი გაუგდეს, სულ ეგეთ თამაში წავიდა, რომ ბურთი თითქმის სულ ჩვენ თითქმის კი არა, სულ ჩვენ 75% ქონდა მეორე ტაიმში ბურთის პოვა. სულ ჩვენ ქონდა, სულ მიდიოდა ესეთი თამაში, რომ ან კვარა მოატყუებდა მწვას დაარტყავდა, ან მიდიოდა აქეთ ჩვენ სადაც ვისხეთ ზუსტად გოჩოლეიშვილის ფლანგიდან და კაკაბაძის ფლანგიდან ჩაწოდებები, მაგრამ არაფერი არ გამოდიოდა. არაფერი არ გამოდიოდა. საერთოდ ვერ ითამაშა. და როგორ შეიძლება მაგდოს ბუდუს ფაქტორი არ გამოიყენო? ხო, რა. და თან მაშინ როცა ერთი ცვლილება გაქვს, კიდე 4 ცვლილება გამოიყენა სანიოლმა გუშინ. და გულიაშვილი გამოიყვანა. გულიაშვილი გამოიყვანა. არ ხო, ვიცი. ეგ კიდევ უფრო უცნაურია, როცა 10 კაციან გუნდთან არ ხარჯა 5 ვესულებას. როცა შეგიძლია რომ ეგ უპირატესობა შეიქმნა მაქსიმალურად, რომ შენ უფრო ყავდეს ენერგიული და სტილისტურად ამატებ ფეხბურთელს, როგორიც უკვე ყავს. დაახლოებით ისეც. ტანდაბალი, მოძრავი. მე საერთოდ ლომინაძე შემოვიყვანდი. კი, აბსოლუტურად მაგას რომ დებიუტი არ ქონია ნაკრებში, მაგრამ შენი მიზანი თუ არ ჩაწოდება, ხშირი ჩაწოდება საჯარიმოში და მე რეი გადმოვარდნილ ბურთზე რაღაცას სწრაფი დარტყმა. ლომინაძე ეგ შეუძლია. ლომინაძე შეუძლია ნაკრებში ორიდანაც შეუძლია. ყველა თუ უბრალოდ ავსებ განაცხადს და პლუს 1 კაც ამატებ, ბაზარი არაა, მაგრამ თუ რაღაცას ხედავ ამ ადამიანის ხასიათში, სათამაშო სტილში ისეც, რასაც შეუძლია პლუსი მოგიტანოს შე. აი ზუსტად ისეთი თამაში იყო, სადაც ნოდარ ლომინაძე შეეძლო ის ერთი მომენტი გამოიყენებინა, შეერბინა საჯარიმოში, თუნდაც სტანდარტული ის დროს თავზე მოიგო, მე გადმოარდნილი ბურთი დაერტყა, კარგი დარტყმაოს, ეს მომენტის ფეხბურთელია და მაგითო ძალიან გული დამწყდა, რომ ნოდარ ლომინაძე არ შემოიყვანს. იგივეს თქმა შემიძლია ბუდუსს. ლოჩოშოვმა ყვითელი ბარათი რომ მიიღო, რაღაც პონჩი გამიხარდა. რომ დააჩქარებდა ეგ აზაროვის მოედანზე გამოსვლას. მე ლოჩოს ძალიან დიპატივს ვცემ, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი თამაში. ძალიან მაგრად ითამაშა. ხო, ერთ რამაზე შევთავაზოთ ევროპის ჩემპიონატზე, როცა ვლაპარაკობთ, იქ მთელ ნაკრებს ხელებით აგვიწევია. ყველა მაგრა ითამაშა. აი სანიორის ერთ-ერთი კარგი მოფიქრება ეგ იყო რა. ხო, იდეა რაღაც განსხვავებული რაც მოიფიქრა სანიორმა ერთ-ერთი მახსენდება. მე მაგალითად ლოჩოშვილს არ ვამართი ძირითადად. წიტაიშვილს მეც არ ველოდი, მაგრამ კარგ ფორმაში იყო და კარგ ფორმაში იყო და ამას ის ემატებოდა, რომ იქ ჩაყვედა ის არ ყავდა, რა ქვია, კიტე არ ყავდა თან. წიტაიშვილი გაძლევს იმას, რომ შეგიძლია ტაქტიკა ისე შეცვალო, რომ ფეხბურთელი არ შეცვალო. კი, იმიტომ რომ შეუძლია მთელი ფლანგის ჩაბარება. კი, მაგრამ გამოჩნდა სადმე. აი მე მომეწონა შემადგენლობა, რო ჩავხედე, ვა, რა კაი შემდგომა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ 5 მწველი. ოდე მეგონა რომ 5 მწველი თვითამაშე. მე გამოვიდა ხიზანა თამაშნარი და თქვა რომ 4 მწველი 4 ცოლზე დიდი ხანი გვინდოდა რომ გადაწყვობილიყავ და ეხა ვაღარ ელოდოთო რომ 5 ცოლზე დავბრუნდები. ტაქტიკა შეგვიცვალა კიტეიშვილის ტრავმამ, ეგრე თქვა ზუსტად. ეს სხვა ამბავია, მაგრამ აღარ ველოდოთ რას ნიშნავს. ხო, ესპანეთთან 4 მწველი თუნდა გამოვიდეთ ისე? ხო, აი მაგას ვერ ხვდები რა. ჩემი ორი ტაქტიკა გქონდეს, რატო დავივიწყოთ ის კაცო? რატომ გადავაგდოთ? ნაგავს უნაში რატომ უნდა გადავაგდოთ, როცა ტაქტიკა რომელმაც შედეგი მოგიტანა, რატომ უნდა დავივიწყოთ საერთოდ? და გავიგე რომ ეხა ბულგარეთთან 4 მწველი თუნდა ვითამაშოთ. ყველა ვარიანტში. მაგდონის ნაკრებთან სახლში 4 მწველი თუნდა ვითამაშოთ, მაგრამ თურქეთთან როცა კიტეიშვილი გაკლია, ჩაკვეტაძე გაკლია და დვალს ბევრი არ აღსაგეს, მაგრამ დვალი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. მით უმეტეს ეგეთ პრობლემები როგორ დაცვაში. დვალიც რო გაკლია, რა ვიცი, ანუ რაც სტატისტიკა გაქვს, რაც უმუშავია და რაც შედარებით უფრო პრაგმატულია, ჩემი ეს დეგუნდა არის. აბსოლუტურად გეთანხმები, მეც მაგაზე არ შემიძლია კიდევ ერთხელ აქ ამბობსა ძალიან შეყვარებული ვარ ამ ბიჭზე, გოგლიჩიძე არის. გოგლიჩიძე მაგარი ძალიან მაგარი. მიუხედავად იმისა, რომ რისკიანი სათამაშო სტილი აქვს და ამის გამო გუშინ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.
მე ძალიან მიყვარს საბა გოგლიჩის და ინტერთან თამაშიც უყურა. შემოხვიდე, ახალ გუნდში ხარ გადასული, რამდენიმე დღის ეთამაშები ჩემპიონთა ლიგის მოქმედფინალის ინტერს და თითქმის უშეცდომოდ ჩაატაროთ, აი და შაშანაც ხო და მაგარი თამაში იუვენტუსთან შაშანთან მაგარი თამაში. აი შაშანი ინტერთან ცუდი ხო, მაგრამ იუვენტუსთან ძალიან მაგრა ითამაშა. კი, ძალიან. საზონოვის იმედი მაქვს, ძალიან დიდი, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმიანი. არა მხოლოდ ტრავმიანი, უიგბოკაცისა ხეტაფეში გადადიოდა და ეგეთი ჩაშლილი ტრანსფერი მე ვერ მაგსენდებ. ჩემთვის მაგალითად 2002 წლის თურქეთის ნაკრების მერე ეს საუკეთესო თურქეთის ნაკრები. ძალიან მაგალითად ილდიზი არ მოხსენებია. აქტოფტოგლუც ცუცხრიანად ჩვენო ეთამში ევროპის ჩემპიონატის გაგვიტანა, ახაც გაგვიტანა. კი, თან აქ ორი გაგვიტანა. ამ თურქეთის ნაკრებს თავისუფლად შეუძლია რომ ესპანეთის კლუბები დააკარგოს. ყავთ ერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი. მე თურქეთის მოგება ყველასთან წარმომიდგენია. აბსოლუტურად. კი, ესპანეთი რატო არა? კი, აი ნებისმიერთან წარმომიდგენია. იმედი მაქვს რომ ესპანეთი ორივე თამაშს მოუგებს. მე მაინც დელუზიური ფანი ვარ და პირველი თამაში მე არ მინდა რომ ყურები ჩამოყალო. არა. მინდა რომ თუ მოსატყუებელია მოვითხოვო ის თავი. მინდა რომ მოვითხოვო თავი და ბოლომდე და თურქეთს 1-0 მოვა. ხო, რა, აი მაგაზე თან ეხა თურქეთის ნაკრები არის არასტაბილური. შეიძლება წააგოს იმასთან, ისლანდიასთან, მოუგოს ესპანეთს. კი ბატონო. ზუსტად ეგეთი გუნდი არის და მაგიტომ მე მაინც აი ბულგარეთთან წარმომიდგენია რომ თურქები ჩვენი ქულები უნდა ავიდეთ. ბულგარეთს ორივე მოუგოთ, თურქეთთან აუ გავიდეთ რა მოსაგებად. აი ალბანეთს თუ ალბანეთთან მე არ მეგონა რომ მოვიგებდით გასვლას. ქოჩურას გოლი თუ მაგარი გოლი. ალბანეთს მაგრამ სახში წაგებას ელოდი? არა. მანდაც მანდაც სანიო ყველა შემტევი ერთად დააყენა. მე რო FIFA-ში გუნდს ავირჩევდი ეგეთ შემადგენლობა გამო. ყველა შემტევი ერთად დააყენა. არა, ეხა არავინ არ იფიქროს რომ ჩვენ რაღაც სალიო სანიო. არა, მე ვილი ძალიან მიყვარს ეს. არა, როგორ შეიძლება ეხა ევროპის ჩემპიონატზე გაგიყვანა და მართლა ძალიან ღირსეულობა. კაშიაზე რა ვთქვი, ეგ სანიოლსაც მიემართება, რომ არ შეიძლება ესე აგინო ადამიანს, რომელმაც ისტორიულად პირველ ევროპის ჩემპიონატზე უბრალოდ გაგიყვანა. ჩვენ თუ არ ვთქვით, ეხა ისეთი სფეროს წარმომადგენლები ვხედავთ სამივე აქ, რომ ჩვენ თუ არ ვთქვით, რა ხო, უნდა ვთქვათ. მე ზოგი გამოდის და აი შენ მეტი იცი, სანიო, რა თქმა უნდა არ ვიცი. მაგრამ გვარდიოლას დაუშვია შეცდომები ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, ხან უსაყრდენოდ გამოდიოდა, ხან ზედმეტი საყრდენით და ხო და გვარდიოლა თუ ცდება, სანიოლი შეცდება რა. ხო და რა თქმა უნდა, მაგიტომ ხო და ჩვენ აქ ჩვენი ფეხბურთის სიყვარულით და გულის წვეთით გუშინდელი თამაშნა გავიდარი ამ ყველაფერს. იცი რა არის ძალიან არ გეგონოთ რომ სანიოლს ან ანდრე უნანას რო აკრიტიკებ არ გეგონოთ იმას რომ მგონია რომ არ ვარ კაცმეკარე უნანაზე, მაგრამ რავი მარტო кай ვიძახოთ. ხო არა, მაშინ თუ кай საქმე ზურიკომ ძალიან მაგრა ითამაშა. ზურიკომ ძალიან ქოჩორა კარგი იყო. ყარას მეტი რა იქნა, როდესაც სამი კაცი გადადიოდა, მეორე ტაიმი ძალიან მაგრა ითამაშა. ქოჩორა კარგი, ქოჩორა კი. მესის სტილში რო გააკეთა, ესე რომ შემოიწია და ჯორჯს გაუკეთა. მესამე კაცის შერბენი აკლა და იდეალური კომბინაცია გამოდიოდა. მესამე კაცის შერბენი და ჯორჯს აკეთ გააკეთებინა, ქოჩორა ანუ იმ რო შესულიყო სასწაული. ქოჩორა მე ლოჩოშოს მაგარი პასი გაუკეთა. კუთხე რო ვერ ჩაკეტა ბოლომდე. ხო მოდრიჩული პასი. მოდრიჩული. ქოჩორა მაინც კარგად ითამაშა, მე ვხვდები ქოჩორა ძალიან მაგრა ითამაშა და მე ის ამას უთხარი ეგრე ის მომენტში ცენტში რო გარბოდა და ესე უკნიდან ეს ხელები შემოხვია და მე მივხვდა რომ ყვითელი ქონდა ეგრევე გავუშვა და დავარდა. ანდრო შენ მქონდა ძალიან ესეთი სტატუსი დაწერე კალენდართან დაკავშირებით. ხო, აი მე მგონია რომ კალენდარმაც იქონია. მაგაზე შეგვიძლია რომ თან რაღაცებში დაგეთახო, მაგრამ თან ცოტა ვიკამათოთ. მე ვამბობ, რომ მე რო შემედგინა კალენდარი, აუცილებლად თავიდან ჩავშავდი ისეთ თამაშს, ხო, სადაც დიდია შანსი რომ გოლები ისეაც დაგვეკარგა. მაგალითად ესპანეთთან გასვლას. იმიტომ რომ მაინც სეზონის სტარტია. ეხლა რომელი გუნდი არის საუკეთესო ფორმაში სოფლიოში? აი ხალხი ამბობს რომ რეალია საუკეთესო ფორმაში. ის რეალიც კი ვერ წყვეტს ვარსკვლავებს, უბრალოდ თავის თამაშები მოიგო. სხვებთან შედარებითაა კარგი. ანუ დიდია შანსი რომ გრანდმა ქულები დაკარგოს სეზონის სტარტს. უფრო დიდი შანსი ვიდრე ნოემბერში, რაც გახურებულები არიან ეს ვარსკვლავები და უკეთეს ფორმაში არის. მაგიტომ ეს სანამ გააგრძელებ, მანამდე გეტყვი. გვარდიოლას ის ტოპ ბარსელონა ჰერკულესთან სეზონის სტარტი იყო, რომ გააკანა და ორი ტრანზიცია როგორც წესი ხდება სეზონის სტარტზე. სეზონის სტარტზე. მაგიტომ მერჩინა რომ ესპანეთთან გასვლაზე რომ დაგვიწყო. იქ ჩვენ ნებისმიერი მოპოვებული ქულა იქნება და ბონუსი ყოველდღე. თუ წავაგებდით, არაფერი. მაგიტომაც მერჩინა რომ ესპანეთთან გასვლაზე დაგვიწყო. და მე სახლი ბულგარეთი. მე სახლი ბულგარეთი ყოფილიყო, იმიტომ რომ იქ თუ შევსხვებოდით, იქ თუ დიდი ანგარიში წავაგებდით, რევანშის შანსი ქონოდა და უფრო მოტივირებული ხოდა. ჩვენ შეხვდა ეგრევე ორი ისეთი თამაში, რომელსაც თუ ვერ მოვიგებდით, მინიმუმ 4 ქულას თუ ვერ ავიგებდით, მე როგორც კარდინალურად იცვლებოდა სიტუაცია და ძალიან დაბალი შანსი გვექნებოდა გასვლის და წავაგეთ თურქეთში. ხო, რაღაც მომენტში აბსოლუტურად გეთახები, მაგრამ შეხედე ჩემი мотиваცია რა იყო ამ შემთხვევაში, რომ თურქეთთან პირველი თამაში რო დავინახე დინამო არენაზე, გამიხარდა რატო?
რომ პირველი თამაშია თან იმ ევროპის თან ევროპის ჩემპიონატის მერია სავსე დინამო არენა და ბოლომდე აი თურქეთს რომ შეჭამ ბოლომდე და თუ მოიგებ მე ამ ინერციით ბულგარეთს მარტივად მიაყოლებ რა. ეგ იყო ის ძართული თამაში. ეგ იყო ჩემი ამბავი ხო. მე გასულ თურქეთი ესპანეთი რჩებოდა, მაგრამ და ორი ესპანეთთან მე გასულ მაინც რთული კალენდარი ანუ არა, რთული კალენდარი ხო, რა ყველანაირად. არა, ისეთი ჯგუფია რომ ყველა ვარიანტი რთული კალენდარი გამოდის. ყველა მოსაგები თამაშია და მე გეუბნებით რომ ესპანეთთან გასვლაზე თამაში მოსაგები საქართველოს არ არის. თუ მოვიგეთ ძალიან მაგარია, ქულას თუ მოვიგეთ ძალიან მაგარია, მაგრამ ვიღაცა თუ გამოდის და გეუბნება რომ ესპანეთთან ეხა უნდა მოვიგოთ გასვლაზეო, ან ან გატყუებს გეღადავება ან რაღაც. აქ ისე დავაგდა რომ თურქეთის სახში მოსაგები ყვა. ჩვენზე ძლიერ გუნდთან მოსაგები ყვა. ეგ ზართი. ვალდებულები ვიყავით. ფსიქოლოგიურად წნეხი გაქვს ძალიან. ძალიან სერიოზული. პირველი თამაში უეჭველი მოსაგები გაქვს და იცი რომ ამას თუ ვერ მოიგებ მე მაშინ თურქეთში უნდა მოიგო ძალიან რთულია და მაგიტომ მე კალენდარსაც ვაბრალებ მაგრამ მარტო კალენდარი რა თქმა უნდა არა იყო რა რაღაცები უიღლობა და ვილისანიელმაც დაუშვა შეცდომები რა ვიცი ეხლა რეალობა არის ესეთი პირველი თამაში უმნიშვნელოვანესი თამაში წავაგეთ და გვაქვს მეორე მატჩი ისევ თბილისში კვირას უნდა ბულგარეთთან რომ ვალდებულები ვართ რომ მაგას თუ ვერ მოვიგებთ ვებშდობა მაგას თუ ვერ მოვიგე დავამთავრდა ბულგარეთს მოვუგოთ იქით ესპანეთი გავწურო თურქეთთან და მე რა ვიცი ვიოცნებოთ რა ნათელი წერტილი იყო ასევე ხალხი ვინც გვეროდა 1-3-ზე ზღაპრის ბოლო კეთილი რატომაც დავივიწყეთ ეგ შეძახელი და ზოგი იქრინჯება თუ ერთი სიმღერა არის ერთადერთი სიმღერა არის რომელსაც ხალხი ყვება თავიდან ბოლომდე ტექსტი იცის, არ ეშლება და ლამაზად ისმინება. ან კიდია რაზე არის საერთოდ ტექსტი, ვერავის დაწერილია და იმღერის და რამდენად უხდება ფეხბურთს. ანუ გერმანიაში რა ვქეთ? ესპანეთთან მარტო ჩვენი ხმა ისმოდა. ხო და ეგ არის შეგვიძლია. ერთ-ერთი თამაში სადაც დაგუჩაგრეს გულშემატკივრობაში იყო დორტმუნდის და ნახევარ თურქეთი დორტმუნდის. სახში გვეთამაშებდნენ ფაქტობრივად. ხო, ეგრე გამოვიდა. ყველა ტაქსისტი თურქი იყო იქ ვიცი. ნელ-ნელა ახლოვდება ეხლა ოქროს რა მალესო ვაკუს რა. ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობაც ძალიან მალე გახდება ორ კვირაში თუ არ ვწდები, როდესაც ანუ 25 სექტემბერს რაღაცას გავს რა. რას ფიქრობ აბა? ხანდახან არის სეზონები, სადაც დიდად არც არავინ არ ემსახურებს ოქროს ბურთს. გონი ეგეთი სეზონია ეხლა. აი ბენზემამ რომ მოიგო 1000% მოდრიჩი რა. მოდრიჩი. აი მოდრიჩი შეიძლება კითხები ვიღაცას ხორდა რომ რონალდო ხო არა. კი, მაგრამ ლევანდოვსკის რო არ მიცეს. ლევანდოვსკის არ კოვიდ სეზონში რო არ მიცეს ლევანდოვსკი. ჩემთვისაც აი ცერემონია ჩაშალეს თუ კოვიდის შეეშიდაც კაცმა დაიმსახურეს. 100%-ით თან, ანუ კონკურენტო იყო. იქ მოდრიჩმა მოიგო, ბენზემა მოიგო, მესი, რონალდოზე არაფერს არ უბრალოდ გადავიდა ეგ გასაგებია როგორ ვიცი აი მაგას ვერ ვეგუები და სულ გონია რომ ან მესიმ უნდა მოიგოს ან რონალდომ ან მოდრიჩმა ან ბენზემამ ან ლევანდოვსკი და გადავიდა ეგ თან მერე შემოდის ის რომ აი ძმაო იმას არა მალდინის არა აქ ოქროს ბურთი და ინიესტას არა აქ და დემბელემ უნდა მოიგოს და ან ხო ისაა რომ იმ დროს მალდინის ძალიან ბევრი კონკურენტი ყავდა ინიესტას და ჩავის ძალიან მაგარი კონკურენტები ყავდნენ აქ დემბელი გამოდის და ლამინ იამალი უწევს კონკურენციას რომელიც სასწაული ფეხბურთელია და აუცილებლად რამდენიმე ოქროს ბურთს მოიგებს თუ ესე გააგრძელა ხო აი ეგ არის მთავარი თუ ესე გააგრძელა და არ დაიკიდა საერთოდ თუ რაღაცა სიგიჟები არ გაიგდეს გონი რამდენიმე ოქროს ბურთს მოიგებს რომელსაც სეზონის მეორე წრე აი ბოლო რამდენიმე თვე ქონდა რეალურად საოქროს ბურთი თლიანი სეზონი არ ქონია თლიანი სეზონი რაფინია სტატისტიკურად უფრო კაი ქონდა მაგრამ მე თუ გითხავ პედრიმ ყველაზე მაგრა ითამაშა შარში. პედრი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია დღეს. ხო და გონი აი საუკეთესო ფეხბურთელს თუ აჯილდო, მე პედრის მივცემ, მაგრამ ეგრე ხო არ არის. მაშინ დემბელი. აი პედრი არის დემბელი. პედრი იყო ბარსელონას ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეში რაფინია ჩანდა სტატისტიკურად და მეორე წრეში ლამინ იამალი ყველას გვავიწყებდა სტაბილურად. მთელი სეზონი პედრი მითამაშა იმ ბარსელონაში, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ჩემს საუკეთესოა, ხო. ჩემთვის ინიესტა იყო საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ყველაზე მაგრამ მევასებოდა ინიესტა. მეც ყოველთვის. ხო რა. ან PSG-დან ერთი 4-5 კაცი არის რომ დაიწყო სეზონი პარის სენ-ჟერმენში და სტატისტიკა დაეგროვებინა პირველ წრეშიც, კვარასაც თავისუფლად შეეძლო მაგ ოქროს. კი, აუცილებლად. მაგრამ დონარუმასაც ვაწვევ. დონარუმ. აი ბევრია, ხო. აი რა არის, ცი პროსამ გონია რომ მეკარეები რაღაც კუთხით, აი მაგ კუთხით ძალიან ხო, აი რა უნდა გააკეთოს მეკარე. ხო, რა, აი რა უნდა ანუ ერთ სეზონში უნდა მოიგოს ალბათ სოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგაც იქ რაღაც პენალტები აიღოს და ბოლოს ალისონი გოლი გაიტანოს. თან რო გავიდა PSG გონია რომ ყველაზე დიდი წვლილი აქვს დონარუმას, იმიტომ რომ პირველ 10 წუთში ტიპმა 3 ისეთი მყარი ბურთი აიღო
ლივერპულთან პენალტების სერია. ლივერპულთან პენლები, ანუ ასტონვილასთან სასწაული ბურთები ხოდა მაგას ასტონვილასთან 3-4 კაცია. რეალურად ფინალის გარდა ყველგან დონარუმა იყო აი ტოპ ფინალში საფაში. ფინალში დონარუმი ბურთი არ მისულა. აი რა უცნაურია, ხედა, იქი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რეალ ლივერპული იქით იმენა ლიჩნად კურტუ ამოიგო ის ფინალი. 9 სეივი ქონა თუ 8 სეივი მართლა სასწაული ბურთები. ხო, ყველაზე მეტი ლიგის ფინალის ისტორიაში. ინტერთან ორივე თამაში იყო რეალურად ის, რამაც დააფიქრა ლამინ იამალის ოქროსბურთზე ხალხი. კი. ინტერთან ის ორი თამაში. განადგურებული დიმარკო. ედრიზე უფრო მეც ლაპარაკობდნენ, ვიდრე რაფინიაზე. რაფინიაზეც. იამალს საერთოდ არ აქცევდნენ. ინტერთან ორივე თამაში დააგლიჟა. ნუ ახლა ბოლოს რო გაეტანა ის. და თუ ვერ მოიგო ზომერის ბრალი. ზომერმა რა. და მე ძილსაც რო გააკეთა. ძილსაც. მაგრამ იამალის ბრალიც არის, მათ შეტევაში აღარ წასულიყო. პედრი ეუნებოდა გაათამაშე რა ბოლო წუთია. ხო, აი ეგ ამბავი იყო ზუსტად რა. დაიწყო ახალი სეზონი. საკლუბო ფეხბურთი ჯერ მელა დაიწყო რა, იმიტომ რომ ხაიქ მიუხედავ. დაუ რა. აი ისი ჩვენები? ჩვენ ივლისში ვიწყებთ ივლისში ვამთავრებთ. ხო, აგვისტოში ვერ გადავედი. ეხლა რო არ თქვა არ შემილია რა, არ ვიცი ეხლა. რა და როგორ, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი რო ხარ, გამოდიხარ და ვინ თქვა ისა, ჭიაბერაშვილი თუ ჭიაბრიშვილიო, რაო, მაგან ვერ გაუყევია. ეხავსო? თან ვიზია მოხდა მაგასაც ალალი საფარელიც რო არ იყო ყველაზე მაღალ კვალიფიციური ტიპია ქართულ ფეხბურთში გიორგი ჭიაბრიშვილი. ეგ დამოკიდებულება რას ნიშნავს? ძალიან ემოციური, ძალიან ისეთი ალალი ადამიანია. აი ისე არ იტყვის რომ რაღაცა აი მე ნიშნის მოგებით რაღაცა ლაპარაკო. მე არ გამჩენია ეგეთი გაცდა ჭიაბრიშვილის სიტყვაზე არასდროს მართლა რა. და დედასპიცაო ეგეც უნდა ვთქვა რომ ერთადერთი წვრთნელია ქართულ საკლუბო ფეხბურთში რო არის აქ მით უმეტეს თითქმის უდავდივარ და ხან ჟურნალისტის სახში, ხან გულშემატკივრის სახში. რა იბერია მას საბურთალო იყო, რო გავარ და არათთან. აი რაღაც სრულიად აბსტრია 3-1 მოუგეთ იქ და აქ 2-0 წავედი. კოხრეიძის პრაიმ. ის უკანა პას მაგარი პას რო გააკეთა. მან პრესკონფერენციაზე რო შევედი, დედასპიცავარ გიორგი ჭიაბრიშვილის ტრენერი მოდიოდა და აი ეს ჟურნალისტებთან რო შემოვიდა პრესკონფერენციაზე ამ ყველაფერს ვიღებ საკუთარ თავზე და მივდივარ გუნდიდანო ძალიან დიდი ბოდიში თითოეულ თქვენგანში. მაგას არიზავს ეხა არც ერთი ქართველი მწვრთნელი. არავის არ ვაკნებ, მაგრამ ეგეთ რაღაცებს არ აკეთებენ ჩვენები რა. ყველა აბრალებს იქ გუნდი არ მყავს, იქ ის არ მყავს, იქ ძლიერი მეტოქი მყავდა, იქ ის იყო. კორღალიძე ძალიან კარგია. ეგ უნდა მეთქვა ეხა აქ ჩვენთანაც რო იყო, ანუ ძალიან დადებითი ადამიანია. მაგას არიზავს არავინ და შე რო გამოდიხარ და რო იცი თან ზუსტად რო იცი რომ ეს ტიპი ყველაზე კვალიფიციური ტიპია ქართულ ფეხბურთში და ვითომ გვარსო არასდროს და ვითომ რო ამბობ ხო და ვერ ჩამოყალიბდა ისა წვრთნელია თუ ისა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რო ხარ და პრობლემას ისევ მარტო სხვაში რო ეძებ ჩემი აზრით მაგ პრობლემას ვერავის ვერ გადაჭრე შენ თუ შენ თავში შეხების ბრალიც არის რა თქმა უნდა კაცო რა პირველ თქმა რიგში კლუბის პრეზიდენტების ბრალი ხალხსახად შეხედე მე სხვა რამეს ვამბობ არ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გამოვიდეს და აი ესე ილაპარაკოს მწვრთნელზე ვითომ გვარი ვერ გაიხსენა და რა და გაყვედრიდეს იმას რომ სადღაც გურიაში თუ თბილისში თუ სადღაც სტადიონი გაიხსნა. რა, ვალდებული არ არის? 2014 წელს თუ 15 წელს რო გამოდიოდა და იგივეს რო ამბობდა ოღონდ საპირისპირო, ანუ მაგაზე რა ხდება? ეგ ხო ჩვენთან ისა შობლიზარღო ხო პატელი აქვს ჩვენთან შობლიზარღო მაგაზე პატელი არ ახსოვთ ეგ არქივი ძმაო მე სხვანაირად ერთვებიან მაგ ყველაფერში და სხვა რაღაცაზე ფიქრობენ აი ზა მინდა აი ხა ვიტყვი და ამასაც მე ამ მონაკვეთს მოვჭრე და გაუგზავნე ფეხბურთის ფედერაციის პიარს თამუნა კაპანაძეს ჩვენ მეგობარს არ არის პრობლემა თამუნა ძალიან გითხო ლევან კობიაშვილი მინდა რომ მოვიდეს სტუმრად მოსულა მივიღოთ სტუმრად რა თქმა უნდა თუ თანახმა იქნება მოვიდეს სტუმრად რა საქმეზე ვილაპარაკოთ რა ხო მაგას რო არ გაურბის ეგ ძალიან კარგია ეგ ძალიან დასაფასებელია მართლა და ძალიან კარგია ეგ მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ საქმეს აკეთებს შენსას ახლა პარლამენტში იჯექი ის ფიგურა ხარ ამ ხელა ფეხბურთის ფედერაციის ყველაზე დიდი სპორტის ის ხარ ანუ ბევრი რო აღარ ვისაუბრო არ შეიძლება რაღაცეების გადაბრალებები მარტო ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე შენ თავში უნდა ეძიო პირველ რიგში შენ თავში პირადად ლევან კობიაშვილს კი არ ვამბობ ფედერაციაში ვამბობ რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ვიცი რასაც ეხა არ გავაჟღერებ თუ ეგ ადამიანი მოვა აქ და დამიჯდება დეტალურად მაინტერესებს სიმართლეა თუ არა
და აი მაგაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს მეც ვიტყვი ახლა რომ ლევან კობიაშვილი დიდ რაღაცა ფულებს იღებს და მიდი და ვამტკიცო, ხო? ეს მოვიდეს და ვისაუბროთ აქ. დაიწყო ახალი სეზონი. რა მარტივად გადავედი. უსვადა. ნუ მუშტი მოხდება. dobro. დაიწყო ახალი სეზონი, ხო? როგორც შენ მაგრამ ნახე ერთს იმასაც დავამატებ რა. ეს კლუბის პრეზიდენტების და ისინიც მოსწროები. აუცილებლად. კი, ყველა ვარიანტი. იმიტომ რომ ეს ფონდია, ფულს ურიგებენ ამას და ესენი სად მიდის ეს ფული ყველა კომფორტის ზონაში არიან. კი, ცალსახად, არიან კარგად, ეგაა, მაგას ხინელება, გული მერევა. ახალი სეზონი დაიწყო და საკმაოდ ისეთი საინტერესო ჩემპიონთა ლიგა გველოდება ჩემი აზრით. ანუ ჩემპიონთა ლიგის გარდა კიდე პრემიერ ლიგა, ლა ლიგა და ასე სერია და ასე შემდეგ. მოლოდინები რა გვაქვს? წინა სეზონი მე ჩემპიონთა ლიგის პირველი ახალი ფორმატიდან გამომდინარე მე მაინც როგორ ვარ, იცი რომ რაღაც მომენტში დადებითად შევახსენებ ზოგადად, მაგრამ იმ ჯგუფების იმას თავისი მუღამი ქონდა. ბუნებრივი. წილისყრის პონჩი. წილისყრის პონჩი. ეხა აი რა გავიქით? გავიქეთ კალენდარი, რომ ვიღაცა ხდება, ვა, ამ თამაშმა. და სამის მაგრად 6 კაი თამაშია რა, პირობით. კი, ეგაა რა და იმ წილისყრას ვეღარ ელოდები, მარტო წურავს შენი საყვარელი გუნდი ვის შეხვდება და რა თამაშებს ნახ. ეხა შენ მაგასაც ვეწურავს. მე ვერ მაგას. მე გავწურე, აი, გავიხარდა რომ ბარსა შეხვდება PSG. ო, ეგ აი, წინა სეზონის ფინალი ხდება. წინა სეზონის ფინალი უნდა ყოფილიყო. აი, ინტერის გულში მატყილები გაბრაზდებიან, მაგრამ დამსახურებულად გავიდა ხა ინტერესი. არა, ასლაპარაკო. 7 გოლს რა უტან. ბარსას შემოუწ გაუტან, დაიმსახურე ესე იგი. ჯეიმი ვარდი როგორ გამისტორდა ის კრემონეზეში რო გადავიდა. ისე უწურა. თან კრემონეზე არის 6 ქულით ხა. ილას მოგო სანსირო. და მე იმას მოუგეს, აქვია, სახსოვე სასოო 3-2. ხა კრემონეზეში ვარდი გამისტორდა, იმიტომ რომ მეც მაგათამ ერთ საყვარელი ტიპაჟი არის საერთოდ. აი, მინე ტიპაჟია. იტალიას მაგრამ მოუხდებს, მაქტომინეისაც მოუხდებს, ვარდი განიჭდება იტალიაში. მაქტომინეი ძალიან მაგარი ფეხბურთელი. Red Bull-ით და პიცით მო. აი, რაღაცნაირი ზუსტად აი თამაშა პრემიერ ლიგაში 4-5 Red Bull-ს ვავდა ტიპი თამაშამდე სტადიონზე რომ მიდიოდა, ხო იცი? მაგარი კაცია ვარ. ძალიან ისე გულ შემატკივრობ ჯეიმი და მგონია კიდევ ერთხელ აქაც ვიტყვი რომ ამბობ დროს ეხა ვარდიზე რო ლაპარაკობდი მაგაზე გამახსენდა ძალიან მაგრამ მგონია რომ შეიძლება აღარასდროს აღარ მოხდეს ეგეთ დიდი სენსაცია პრემიერ ლიგაში რაც ლესტერმა გააკეთა და რანიერიმ რაც გააკეთა. გახსოვს წინა სეზონში? წინა არა, იმის წინა სეზონში, 2 სეზონის წინ აი ჟირონა რო 4-ში რაღაცა და რაღაც ლიგაზე მეორე, მესამე, მეორე და აი დარწმუნებული ვიყავი რომ აი ეგრე იყო მთელი წინა სეზონი ნოტინგემ ფორესტი, ახლა ნოტინგემი უფრო პირველზე არ ყოფილა მესამე. ხო, პირველზე არა, ლიგის ზონაში იყო სულ. და კინაღამ გავიდა მაგლიკაში. და მე კინაღამ გალახა იმ ბერძენმა მფლობელმა ის. მარინაკის. ხო და აგდე, ეხლა საუბარი იმის რომ ნუნო ესპირიტუსთან მიზეზს რო გააკეთოს. ხო, მაგრამ საინტერესო სეზონი იქნება ძალიან. ესპირიტუს განშვა ალბათ ჩვენი თავი ყურადღება მაინც რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგისკენ და ალბათ მაინც უფრო პრემიერ ლიგისკენ იქნება, იმიტომ რომ ისეთ ისაკი გაიფორმა კიდე ლივერპულმა რაღაც ისაკი ვეღარ იყიძეს ის მცველი, მაგრამ რაც დაზოგეს ეს ფული ერთად გატეხეს ყულაბა და აბა ყველა ვიყიდე. და ძალიან მაგარი გუნდი და ის რო ეყიდათ ამ მაგაზე იდეალური სატრანსფერო ფანჯარა როგორ შეიძლება თქო უნდა მაინც ნახევარი მილიარდი დახარჯეს. ხო ცოტა მეტი 600 მილიონი. ისეთ ტრანსფერი არ ყოფილა რომ მეთქვას რომ აი ამ მატჩში ზედმეტად ბევრი გადაიხადეს. არა ეს რა თუნდოდათ. არა, ფრინმონგი თუნდოდა. მე ვთქვი. რომელზე? მე ვირცე ვთქვი 150. აი ხო, ეკიტიკეში უფრო მეტი გადაიხადეს. აი ვირზე არ ხონდა. არა, ვირზე არ. ეხლა რო ნახეთ პირველ სამ ტურში და დიდად ვერ გამოიჩინა თავი შეიძლება ან მაგარი ფეხბურთელი. ვირს ჩემი აზრით ჯამალ მუსიალო უფრო მაგარი ფეხბურთელია ვიდრე ვირცე. მუსიალო მეც თი მუსიალო ვარ, მაგრამ ვირციც იქვე არა. არა, იქვე არის, ვიჭო, ძალიან მაგარია. მე ეკიტიკეც არ მოწო სტილით, მაგრამ 90 მილიონი მებერო. ვირზე არ მქონია ეს გასთან რომ აი ამაში რამ გადაახდა არა. მე ვერ ხვდები 90 რო ეკიტიკეში იხდი და პლუს ისაკი რა ხო ისაკი მოგყავს 85 86 მილიონი რაღაც ეგეთი. ისაკი 130 გირვანქა და ანუ 160 ევრო. აი მაგას ვერ ხვდები რა. 85. 3 დღის წინ დავავდით რომ ჩემი აზრით, პირადი აზრით არსენალში ეზე უფრო კარგი ტრანსფერია ვიდრე გიოკერეში, ჩემი აზრით. კი. იმიტომ რომ ეზე ძალიან მომწონს. ძალიან კარგი ფეხბურთელია, ძალიან მაგარი გაძლიერება არსენალში. ეგრევე დაატყო თან ახლა ლივერპულთან ერთი მაგრა გაძვრა. ანუ მაგას ვამბობ, რომ ჩემთვის რო ახლა მე რო არსენალის გულში ვიყო, შეიძლება სხვანაირად შემეხედა. ალბათ ეზე უფრო გაუხარდათ ვიდრე გიოკერეში. მეც ეგრე მგონი, არ მაგას ვამბობ რა. ეგრე მგონი რა.
ხელთამაშაკი რა ვიცი. სულმედი გუშინ ასეთი გააკე. გოგო შეაგდო ხო? შეაგდო კიდევ. არა, მერინომ შეაგდო. მერინომ შეაგდო. და სულმედი პასი. ოიარსაბალმა შეაგდო. მერინომ შეაგდო და კიდევ შეაგდო. ვიღაცამ შეაგდო ამას. მესამე და რაც ერთ-ერთი უცხოელი რაც ყომა და ლენორმანა ისო ყვითელი მე. ლენორმანის ყვითელი. მუდმივად ხდება. ორი ცხენის დოღი მგონია რა. არსენალი ლივერპული და იქვე ჩელსი და სიტი. ოთხეული ეს გონია და მე ტოტენჰემმა კარგად დაიწყო და მე ისე წავა. ბორმუთთან არ დაურტყა. ჩავისიმოს დაიმატეს. ჩავისიმოს დაიმატეს. კიდე ის დაიმატეს, მოიცავი? ფორვარდი დაიმატეს, კე კოლომოანი დაიმატეს. აი გუნდი ყავს ტოტენჰემს. ნორმალური იქ მანჩესტერი თუ გაიგვიძებს, კარში საინტერესო პრემიერ ლიგა. ხო, აი მანჩესტერის გაგვიძების მე არ ამჯერა. აი თვითონ მაგ არა გუნდის ეგრევე გაიგვიძებენ ალბათ. ხო, როგორც ვერგის დონეზე იყო, ეგრე რა თქმა უნდა ვერასდროს გაიგვიძებენ. ჩვენი ქართული კლუბები ვით არის. მანჩესტერის რა აი როიცი რო აი 1000 პრობლემაა და აი ყველაზე მეტად რა პრობლემაა. და მარტო წვრილებს უცვლიან თან. ხო, მარტო წვრილებს უცვლიან. წვრილებზე გამახსნა. ენაგის ფენომენი ვიქ. ერთი დღით რო იყო, ხო? ორი ტურით მერე ტიპი ანტირეკორდი იყო. მე არ მახსოვს. ასკარად ვიღაცასთან იჩხუბა რა. შეუძლებელია ეხა უეჭველი ისა რა ქვი კონფლიქტია, უეჭველი. ორ ტურში ტიპს არ გააგდებენ რა მომწულია. და უეჭველი ტიპი არის ასკარად რაღაცა ისეთი რა. არავის არ უსწორდება ეგ კაცს. მილანს რა გეშველებათ ეგ მითხარით ორ. არ ვიცი, მილანს რა ეშველება. გელა დუეტს ვერ გადმოიყვანა. მოდრიჩი არის საუკეთესო ფეხბურთელი ჯერჯერ, როგორც მილანში 40 წელი კაცი და აი მართლა მაგრა ითამაშა, ორი ითამაშა. მოდრიჩი შემადგენლობაზე მეკვდება გული. მილანს საშინელი და ცოტა. საშინელი გუნდი ყავს ვაფშე. სამწუხაროა ძალიან. ჩემპიონთა ლიგაზე ვარ დაბრუნდეს. საჩემპიონო ჯერის გუნდი ზად მე მგონი არა. შეიძლება გახდეს ახლა რაღაცა დაალაგდეს ისე, მაგრამ ჯერჯერობით მაინც სამეული კაჟი ინტერი შემადგენლობით ევრა წინაა და ნაპოლიმ რა ტრანსფერები გააკეთა. ნაპოლი ფავორიტია უდავოდ. იუვენტუსიც საშინელი გუნდია. შემადგენლობითაც საშინელი. უკეთესი გუნდია ვიდრე მილანი. არა, უკეთესი გუნდია. შემადგენლობის მხრივ რა. ილდიზი ყავს. ეგ უნდა მეთქვა. ლაჰოვიჩი ყავს კამზე იქ, ჯონათან დეივიდი. ვიცი რომ ეხლა სასწაული ვარსკვლავი არა, მაგრამ 15 გოლი ტიპი სტაბილურად გაქონდა. სულ ყველგანს და ლილში და ის დაიმატა ჟეგროვა ძალიან კაი ბიჭი იყო. მაგრამ ლილის მარცხენა დიდი ტრავმა გადაიტანა. და ეხლა როგორ დაბრუნდება არ ვიცი, მაგრამ დაცვაში კაბიაზო ყავთ. ჟეგროვა ჩემპიონი. ძალიან მაგარი იყო. ეტაპსონა სამწონე ტიპი არის კი. დგრეგორიეს კაი, მაგრამ იუვენტუს მე ეგრე არ ჩამოვწერდი. საინტერესოა სერია ძა იქ რომბაცა. საინტერესო რომბაცა გასპერი. აი ძალიან საინტერესო იქნება ნაპოლი ლიგაზე რას. იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი შემოგვიყვანა. სტაბილურად ცუდი არის ლიგაზე. ხო იღონე მიყანა სენტფორდი. კონტე საუკეთესო სეზონი ლიგაზე რომელი იყო ეგეც კი არ მახსენდება. სულ ჯგუფში რჩებოდა რა. ერთხელ მახსოვს ბაიერნმა გამოვაგდა 2013 წელს. ის მეოთხე ფინალში. კონტეს ხო ლიგაზე უჭირს. კონტეს უჭირს. სადღაც გააქვს მე მგონი მოყოლი უეჭველი ეხნება ხა გამორიცხული ეგ ვარ კონტეს მოყოლი. როგორ დაიწყო შენი კომენტატორობის ამბავი რა? ბევრ გააქვს მოყოლი, მარტივი ამბავია, სოციმედია ვიყავი. აჭარასპორტმა იყიდა პრემიერ ლიგა და ცადე პროსტა? და რამდენიმე ჩემი თანამშრომელი იყო ისეთი მაგალითად დიგა ქევხიშვილი, ვახო გალაძე, ვინც საერთოდ სხვა რაღაც საკეთებდნენ და უცბად დატესტეს და გამოვიდეთ კომენტატორობა და ვიღაცამ შემოთავაზა რომ ანდრო შეცროცადო მე არც ვფიქრობდი მაგაზე, უბრალოდ კოპა იტალიაც ვიყიდეს და მილანის თამაში იყო და მეთქი აი მილანის თამაში წაყვანა ერთხელ მინდა თქო რა და მაგამდე რამდენიმე წელი ჩავწერდი მოეწონა თამაშს მე ჯერ პოლიკრემონეზე იყო კიდე რაღაც თამაშები იყო და მე დარჩენილი უკვე ისტორია მე იყო ვანდის თამაში ჩემი სიმღერა და მაგის მერე ხო აი სიმღერა როგორ იყო ანუ ეს ძალიან ექსტრემდი იყო ანუ არ მიხსოვს მაგაზე რა თქმა უნდა მაგას არ გავრისკავდი პირველად რომ იყავს პრემიერ ლიგა მე მახსოვს დებრუინზე სიმღერა ეგ ცოტა მერე იყო ხო ეგ უკვე რაღაც ნიშა დავიჭირე რომ აი ჩემგან ხალხი ელოდება სიმღერას და ვიღაცებს გაუსწორ აი ნიშა ასწორებს და ეხლა მოდი გულწრფელად ვიჩვენები და ჩემთვის ცოტა უცნაური იყო თავიდან რა მეთქი ვინ არის ეს ბიჭი რომ მღერის მეთქი რას მღერი რა მღერებს მაგრამ მე ნელ-ნელა იტალიელი კომენტატორებიც გქონდა მოსმენელი ნელ-ნელა ხო ისაგიზე ქონდა რაღაცა და მაგიტო მეთქი რავი რატო არა რა ესეთი აღნიშნვაც იყოს ეგდოს გოლის ვიღაც იქნებ მოეწონოს გაუსწოროს თორე მე არ მიყვარს ეგრე რომ ახსიათებენ რომ აი მომღერალი კომენტატორი იმიტომ რომ ეხლა ჩემ თამაშებს სტაბილურად ვინც უყურებს ყოველს ამღერი რაღაც გასაკეთებელი თუ ხდება რაღაცა იდეა თუ დავება და რაღაც ჩეთი თუ გამისწორდა მომეწონა შეიძლება დავტეს ეხლა ამხმით მღერი ამხმით რო ლაპარაკო მე უხერხული შენ თქვენ ძალიან მაგრა გაგიყვავთ კიდე გზა ყვარას და პარიზი და პარისავიდანები და თამაშების აყვანო არა ვერონასთან გოლით ეგეც ხო შენ კი მე და თამაშონას პირველი გოლი სერიის სადებიუტო გოლი 15 აგვისტო მიყვარდა კი და მე პარიზში თამაშიდან ლივერპულთან
აუ მან რო ჩათვლილიყო ის გოლი საერთოდ გაასწრო. აუ ყვარამ რო შეაგდო. ხო მაგას ტაფსონა ფარა გოლი შეაგდო. რომ მიყვებოდა ტაფსონა. ცრემლები მომდიოდა ტაფსონა მიყვებოდა. კარგია. ძალიან საბოლოოდ მოიგო პარის მაგლიგა და მაინც. ნაც თავარია. გვიყვარს ფეხბურთი. მოგწონს ის, რასაც ვაკეთებთ. ხო, აი თავარია გაჩვენეთ და გული შეგვტკივა ყველა იმ სამსახურში მისვლაზე ეგრე არ ვარ რომ აუ ეს სამსახურში ვაწავდი. ეგრე არ ვფიქრობ ხოლმე რა, ეხლა თუნდაც თუ არ და სხვა მიზეზის გამო ვარ უხასიათოდ შეიძლება ვიფიქრო ნებისმიერ სამსახურზე. ხო, ბუნებრივია ის ვიყო, ფეხბურთელი ვიყო. მაგრამ ისე არ მქონია რა, აი პირიქით ველოდები ხოლმე რომ აბა ეხლა რა თამაშზე ვარ, აბა რა მომყავს, რას დაველოდო, ეხლა ისე ვარ და სანაკრებოს ფეხბურთელი უნდა მონატრებული მოხდა. მაგრამ ჯერ რამდენიმე თამაშს წავიყვანე მაგრამ სანამ ეგ მაქვს, სანამ აი ეგ სურვილი მაქვს და ეგ мотиваცია, მაგამდე ვიქნები კომენტატორი. თუ აღარ მექნება წავალ და ეკრანის მეორე მხარეს გადმოждები და მე ვიყურებ ფეხბურთს და ვიღაც ჩემ დაირ გულათებულს დავეულებ. ანდრო, უღრმესი მადლობა რომ იყავ ჩვენი სტუმარი. მე მაგრა გამისწორდა, გამიხარდა რომ ჩვენთან იყავი და წარმატებებს გისურვებ რა, შენც და ქართულ ფეხბურთს და ზოგადად ასევე ვისიამოვნო დავტყვეთ სპორტით რა, ამაზე კარგი შემდეგ წელს გვექოს და გვედიდებინოს ქართული კლუბები. ვაუ, ნახე ერთ წელში რა მაგრა იმუშავა. და ჩვენი მხრივ კონფერენს ლიგაზე კობიაშვილი იქნება ფეხბურთის კიდე კლუბების პრეზიდენტები იქნება თუმცა ჩვენ მზად ვართ რომ ნებისმიერთან ვისაუბროთ. ვისურვებთ შემდეგ გადაცემაში სტუმრად ლევან კობიაშვილს და ჩაუждები პოპკორნით. ხავა, მოსულა. ანდრო ხელაძე ჩვენი სტუმარი, თუმცა ანდროს არ ვიმშვიდობთ, იმიტომ რომ პატარა თამაში გვაქვს ჩვენთვის მომწონს. თამაშზე მე უარს არ გეტყვით. და წავიდეთ. მესამე ბლოკი მანამდე ბავარია სპონსორი, რომელიც კარგია, ბოლომდე დაუვლია ლევანჩოს. მე ჩემსაც გაძლევ, იმიტომ რომ მე დიაგნოზი არ მიყვარს, მიხვდებოდი. და ჰეტრიკი უნდა შეასრულო მესამე ბლოკში. ჰეტრიკას მეძახდა. ბავარია სპონსორი, დალაიქო გამოიწეროთ. მივდივარ მაგას. გამოიწერეთ TikTok-ი, Facebook-ი, YouTube-ი. Instagram-ზე არ ხართ. Instagram-ზე არ. Instagram-ზე ანდრო. თუ ვინმეს დეჟავუ არ არის, ეს მეორდება. გამოგვიწერეთ, გამოყვებით, წავიდეთ მესამე ბლოკში. წავიდეთ. შე როგორც მილანის გულშემატკივარი, ესეთი ამბავი მაქვს. შენთვის მომზადებული. მილანის 10 ფეხბურთელი მაქვს ჩამოწერილი და გეტყვი სახელ დაგვარს და შენ უნდა ათეულში გაიყვანო, ოღონდ არიცი შემდეგი ვინ არის, შეიძლება ბოლოს დაგჭეს პირობითად ნიანგი ვიღაცა. ანდრეი შევჩენკო. შევჩენკოს გამო დავიწყო საერთო ფეხბურთის ყურება. მესამეზე გავიყო. მესამეზე შევჩენკო. ჯენარო გატუზო. ძალიან მიყვარს გატუზოც, მაგრამ აი როგორც ფეხბურთელი შეიძლება უკეთესები არ მომივიდნენ. აი მოდი გატუზო მე-7-ზე გავიყო. ალესანდრო ნესტა. რა კაი ხალხიც დაიწყე. ნესტა მე-4-ზე. რიკარდო კაკა. პირველი. შემდეგია პაულ მალდინი. აი მაგას ახლა რო შემეძლოს გადავანაცვლებდი, იმიტომ რომ მილანის ნებისმიერ სიაში ჩემთვის პაულ მალდინი პირველ ადგილზეა. ეხლა მომიწია რომ მეორე-ზე გამეყვანა. კი ბატონო. ანდრეა პირლო. პირლო მილანს უღალატა და იუვენტუსში გადავიდა. მაგის გამო ცოტა არა, პირველ ძალიან დიდი არის. მე-5 ადგილი დაკავებული მაქვს? მე-5 არ მაქვს, ხო დაკავებული. მაშინ მე-5 ადგილზე გავუშვათ პირველ. კლარენს ზედორფი. აი ფიქრობდი ზედორფი თუ ამბობ ზედორფი ხო არ იმსახურებს მილანის ამბავში ცოტა უფრო მე-5 ადგილს ვიდრე პირლო თქვა, მაგრამ იყო ზედორფი მე-6 ადგილზე. მე-6-ზე ზედორფი. ფილიპო ინძაგი. იპო მიო. იპო ძალიან მიყვარს. აუ რა კაი ხალხი ამბივიდა. მე-8 ადგილზე პიპო. ალესანდრო კოსტა კურტა. ვა ბოლო ვინ ამბიო. კოსტა ბილის მე დიდად ვერ მოესწარი ბილის თამაშს. მაგრამ ნუ ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო მილანისთვის. აი მე-10 ვინ ამბიო. მე-10 გონია რომ ეს კლოუნი ამბიო. მე-9-ზე კოსტა კურტა. მართლა კლოუნი გონია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლოუნი გონია. რაღაც ხრივ ხასიათის ამბავში და განცხადებების ხრივ შეიძლება იყოს მე-10 და იყოს მე-10-ზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მე არ წდება გული მაგის გამო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია ზლატანი, მაგრამ აი მენეჯმენტში რა წავიდა მაგის მერე ცოტა გული ამიცრუდა რაღაცას. მიუხედავად ამისა ზლატანი მაინც აიკონი არის და ოდის ზლატანს მე-10-ზე. ანდრო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყო ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ. ასევე. ძმების პოდკასტი გამოიწერეთ YouTube, Instagram-ი, ვაიმე, YouTube, Instagram-ზე მე დაერჩენი ესე. TikTok-ი, Facebook-ი, პაბორმოს დაუჩი მღობებით, ბავარია ჩვენი სპონსორი. დალიეთ. დაგემშვიდობებით მომდევნო სამშაბათამდე.